საღამო მშვიდობის ყველას. აბა როგორ ვართ მეგობრებო? მოვედი. მოვგუგუნდი. მოვედი და მოვგუგუნდი. აბა როგორ ვართ? დავით საღამო მშვიდობის. მოგესალმებით ყველას, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. გილოცავთ ბზობას, გილოცავთ ხარებას. უფლის მადლი არ მოგეკლებოდეთ, ჩემო თბილებო. მრავალი დღესასწაულის წყალობა გქონოდეთ. აი ყველას. პირაჩი მომწერე? არ წამიკითხია, რამე ხმოვანი არ წამიკითხია. არა, ხმოვანი არ წამიკითხია ლიკო. როდესაც გავალ, უკვე აქ ვიყავი და აღარ შევსულვარ. აუცილებლად წავიკითხავ, როდესაც გავალ. აბა როგორ ვართ, ჩემო ძვირფასებო? აბა როგორ ვართ? მე არა მიშავს. გამეცინება, ხა? ნუ უკვე ხვდები რაც იქნება იქ. სწავლი ხარ ლაივებითო. რაიო? სწავლი ხარ ლაივებითო. გაიხარე. გაიხარეთ. აჰა. ეხლა როგორც ყოველთვის ჩაულებრივი ლაივი საჯარო კითხვების გარეშე. ლაივი კითხვების გარეშე მეგობრებო. ხო. ეხლა გადავაზიარო, უნდა გადავაზიარო მაინც. ხართ არ ხართ მაინც ეხლა ეს ისევ ის ხალხი ვინც ვიყავით. ხო. დოჩიც რა თქმა უნდა დოჩიც. ანა მარია სათხარ გოგო? რა მოხდა? რატო გამომაგდო? ხო არ მეტყვით. ერთი წუთით მეგობრებო. ნუ დავითი არის, ვინც არ არის იმათ გადავუგზავნი ერთი წუთით. და დავიწყოთ. შენ აქ ხარ. ჩემთან ჭედავს, მეგობრებო თუ ყველასთან ჭედავს? ჩემთან ჭედავს? არ გამაგიჟოთ ეხლა. ჩემთან არ ჭედავს? გამიჭედა ეხლა აი რაღაცნაირად გაშეშდა ეკრანი. ესე იგი ჩემთან ჭედავს. თქვენთან თუ არა ჩემთან ჭედავს? ხო, კი ცოტა ჭედავსო. ნუ ზოგთან ჭედავს და ზოგთან არა, მეგობრებო. სალამი ანა მარია, საღამო მშვიდობის ყველას. მოგესალმებით. ჩემო ტკბილებო. მოვიდით თქვენთან. ავანთებ ეხლა სანთელს და ბარემ თქვენთან ერთად დასტებს მოვამზადებ მეგობრებო. აჰა, პანტერაც მოსულა. საღამო მშვიდობის ყველას, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. ხო, რა თქმა უნდა.
ლიკუნა, რა თქმა უნდა, შენ ხარ ჩემი მოდერატორი. თქვენც ასევე მეგობრებო, ხარების მადლი შეგეწიოთ ყოველთვის. სულ დალოცულები ყოფილიყავით. ხო. მოკლედ, ესეა ჩვენი ამბავი. ესე გავამზადებ ახლა, დასტევთ და თქვენთან ერთად გამოუშვით ენერგიები, გამოუშვით, კინოში როა. დაიწყე ტაკონი. თითი არ მოიტეხა. მე ხამით ხომ უნდა გვიან ხომ უნდა დამირეკო და მე და შენ ხომ უნდა ვიჭორავოთ და ეხა თითით თუ ვერ დარეკა, აბარითი დამირეკა ეხლა. ანა მარია, რა ვრი ეხლა? თლათ მასეც არის ამსახლა. Yes. ხა. ასია მეგობრებო, მე და ანა მარია სულ ჭორავობთ. ჭორავობთ მეგობრებო, ჭორავობთ. და მოდი ერთი მეგობრებო, რატომაც მინდა მე ენერგიები წავიკითხო ტარო რაიდერით. აი ძალიან ისე ვარ ეხლა დღეს დაგუში, რაღაცნაირად ვარ რა, yes, ქვია ზუსტად ეხლა იმას, რასაც მე ვარ. და რაც მინდა რომ გავაკეთო ეხლა. ეს გეჭორავო. yes, ქვია ზუსტად ამას, ეხლა ამით უნდა ვიჭორავო. ან ტარო რაიდერით. რაღაც ხოში მაქვს ეხლა ამის მეგობრებო, კი? აი ცოტა ისე ვარ, აი ესეთი ენერგიებით ვარ მოსული ახლა რა. მივხვდით ხო? ხო. აი რაღაცნაირი. არა, რა თქმა უნდა, ანა მარია. საღამო მშვიდობისა, დანელია, გოგო. კარგი გაგებით, რა თქმა უნდა. ხოშზე ვარ, ხო, აი პანტერა. ხოშზე ვარ რაღაცნაირად, მეგობრებო, აი რატო არ ვიცი, მაგრამ ნუ ეხლა დანელია მივხვდება, რატო ვარ ესე. დანელიასთანაც ხშირად ვჭორავობ. კირჩხიბთან ვჭორავობ. ანა მარიასთან ვჭორავობ. პანტერასთანაც ცოტა ავიჭორავე წეღან. ხაბა, ესეა მეგობრებო, ძალიან ბევრი გავიცანი, ძალიან ბევრი, კი. მივხვდით ახლა 2 წელია მე აქ ვარ და 2 წლის მანძილზე ახლა როგორ შეიძლება რომ არ იჭორავო და ადამიანები არ გაიცნა. ხო, აგერ დავითი თუნდაც, დავითიც მეგობრები ვართ, მეგობრებო, იცით? აქ დავითი როა. ხო, მოკლედ, დავიწყეთ ახლა. მინდა დასხდეთ და აი არაფერზე არ ინერვიულოთ. უბრალოდ ინფორმაცია გამოუშვით ახლა. თქვენი ენერგიები მაინტერესებს. რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგი გეშველება, აბა რა თქმა უნდა. ოფ. ზუსტად მეგობრებო, თქვენი ენერგიები, თქვენი დღევანდელი ენერგიები. რას გვეტყვის ტარო რაიდერი? ფინანსები, მიცი ჭილიმე. ფინანსების დედოფლები ვართ, ხო მეგობრებო? ფინანსები გვაქვს. ხო, მე ავიღე ხელფასი მაქვს. კიდევ რამდენ მაიღეთ? ხო, მოვიდა რევოლუცია, კირჩხიბი. დანელია აქ ვარ, კირჩხიბი აქ ვარ, ანა მარია აქ ვარ, დავითი აქ ვარ, მორგანა აქ ვარ, პანტერა აქ ვარ და ძალიან ბევრი აქ ვართ. მადლობა ყველას ჩემო ძვირფასებო და დავიწყებ ახლა. თქვენი ენერგიები, ფინანსები გაქვთ. როგორც კი ავიღე ფინანსები, ეგრევე ჩემთვის ვიყიდე. წავედი, გავიკეთე და რაღაცები ვიყიდე. რამდენმა გააკეთეთ ესე? ხო, რამდენმა გააკეთეთ ახლა ესე? აღიარეთ. თუ არც ერთმა ბევრმა არ გააკეთეთ, ძალიან მიგიქარიათ. ასე თუ არ აკეთებთ, ხო? რომ პირველი საკუთარი თავი. როგორც ყოველთვის. ხო, ვიცი რომ ელოდები ხელფასს და რომ გაიქცევი და რაღაცას იყიდი, ვიცი, მეგობრებო. პირველი რჩევა, რასაც მოგცემთ, აი ამ სიტუაციაში თუ გინდათ იყოთ დედოფლებივით და მეფეებივით, საკუთარ თავს უნდა ასიამოვნოთ პირველივე და დანარჩენი მერე.
ჯერ თავ და მერე სხვა, რა თქმა უნდა. ესეთია თქვენი ენერგიები. კიდევ თქვენი ენერგიები. ხო, სიყვარული. დიავოლ, ეშმაკი, ბოდიში. რა ეშმაკი შეგიჩნდათ? რა ეშმაკი გყავთ შეჩენილი მეგობრებო? მიჯაჭულობა გაქვთ. ეს შეიძლება იყოს ადამიანზე, სამსახურზე, დამოკიდებულება, გარემო, სიტუაცია. რაღაცას ვერ ელევით, რაღაცებს ვერ უშვებთ, ვიღაცებს ვერ უშვებთ, ხო, მეგობრებო? ხო, ვიღაცებს ვერ უშვებთ, ხო? ნახეთ რა ხატია ამას თავზე? პენტაგრამა ახატია. ამას თავზე ახატია პენტაგრამა. მოიცოდეთ ისე. მე მგონი ჩანს, ახლა ჩანს მე მგონი. აი, პენტაგრამა ახატია აგერ. ხა, ესე ეშმაკი ჩემიაო, ეშმაკზე მეტად ფინანსები იყოს შენი ჯობია. ხა. ფინანსები ჯობია. ნუ კარგით მეგობრებო. კი, შეიძლება ეშმაკობთ, ცუღლუტობთ, ესე შეიძლება იყოს ხა, ეს გარეშე არ შეგიძლიათ. კიდე, ნუ ეხა სხვანაირად ვერ ავხსნი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ჩვენ ხო მეგობრები ვართ. ხა. თქვენი ენერგიები, ფინანსები და კვლავ ფინანსები. პენტაკლების ტუზი. რა თქმა უნდა, ფინანსები რომ გვაქვს, ყველაფერი გვაქვს. სხვაზე რო არ ვართ დამოკიდებული, რა თქმა უნდა მეგობრებო. და ნახეთ ახლა ქვემოდან რა არის? ნახეთ რა არის? თასების მეფე. ქვემოდან კიდევ ნახეთ რა არის? შეყვარებულები. ორიანების თასი. აი რა ვქნა ახლა? აბა რა ვქნა ახლა? რა გავაკეთო? აი ეს თქვენი ყველაფერი მიჯაჭულობა მოდის აქ. აჰა, უკვე ფინანსები უპირველეს ყოვლისაა. მე რომ ხო, რა თქმა უნდა. სიყვარული უპირველეს ყოვლისა არა, ფინანსები უპირველეს ყოვლისა, მეგობრებო. ჯერ ჩვენი მდგომარეობა მატერიალური სამყარო. მატერიალურად რო კარგად ვდგავართ მეგობრებო ფეხზე, ყველაფერი არის მაშინ. იცით? ესეა, სამყაროში ესეა. ეხლა არ უნდა გადავაჭარბოთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა დარწმუნებული ვარ, არ ვართ გადაჭარბებული ფინანსებით. ეხლა ჩვენ არც ერთი. პირიქით, საკმარისად არ გვაქვს. ნუ ახლა იტყვით საკმარისია როდისაო, მაგრამ რომ გამოგაშტერა. რა თქმა უნდა, კირჩხიბი, მეც მასე ვარ. აი დედას გეფიცებით, ფინანსები თუ არ მაქვს, მე ვარ მკვდარი. არა იმიტომ, რომ მაგის გარეშე არ შემიძლია. არა, უბრალოდ ვერ მოძრაობ. ხა. აი ნახეთ? მუშაობა და ფინანსები. ნახეთ ქვემოდან რა არის? ფინანსები როცა მაქვს, მაგი ვარ ჩემი ცხოვრების. რა გავაკეთო? რა თქმა უნდა, აბა რისთვისა ფული თუ არ იყიდე, თუ არ დახარჯე. დღეს წავედი და 100 ევრო გადავიხადე ერთ რაღაცაში, რაც ვიყიდე. ერთი ნივთი, საჭირო ნივთი, რაც ვიყიდე, 100 ევრო გადავიხადე. დედას ფიცა ვარ. იმიტომ რომ მჭირდებოდა, იმის გარეშე არ შემიძლია. ხა. ამიტომ მეგობრებო, ზუსტად რა თქმა უნდა. ზუსტად მეგობრებო. ჯერთავო და მე სხვა. ასე რომ ბევრი ესე ხართ. ხო, სავარაუდოდ ეს მიჯაჭულობაც ფინანსებზე გაქვთ უკვე გადასული, ესეც მაგის ნიშანია და მთქმელია, რომ კი მხოლოდ ფინანსები, მხოლოდ საკუთარი თავი და არაფერი საკუთარი თავის გარდა. მე ზუსტად მასე ვარ. გადასარევი ამბავია. რა თქმა უნდა, ანა მარია. როგორც აი, მაგი, როგორც გინდა ისე დახარჯავ შენს ნამუშევარს. რა თქმა უნდა, არ გვაქვს ის ასაკი მეგობრებო, ვიფრინოთ ცაში და ჰაერში. ხო. ნახევარ საუკუნეს ვუკაკუნებ უკვე. მე პირადად. ხო. ამიტომ 47 წლის გავხდები მალე. ხო, ამიტომ მეგობრებო, აბა როდის ახლა თუ არა საკუთარი თავისთვის, აბა როდის აწი თუ არა. აბა როდის. ზუსტად.
თქვენი ენერგიები. ვაიმე ვარსკვლავები, აი რატომ მიყვარხართ? რატომ მიყვარხართ? ნახეთ მეგობრებო, ეხლა არ იხსნით, ნახეთ როგორა. ძალიან ბევრი შემოთავაზებები გაქვთ. აი უბრალოდ როგორ ჭიკჭიკებს კარტი. ძალიან ბევრი შემოთავაზებები გაქვთ. ნახეთ, რამდენი თასები გაქვთ, სიყვარულები გაქვთ. მოდის, მაგრამ თქვენ დაახლოვი აქედანო ეუბნებით. ანათებთ რაღაცა, ვარსკვლავები ხართ, კაშკაშებთ, მაგრამ სიყვარულისთვის აღარ გცხელათ და რა გავაკეთო? მეგობრებო, სიყვარულისთვის არ გცხელათ, არ მინდა ვამბობთ, ან არჩევანი გაქვთ ბევრი, ალია თუ ოსიე, ალი თუ ვალი, ივანი თუ დურაჩოკი, რომელი? ხა, ეს არ მომწონს. ვანო არ ვარგა. ხო, იგი არც ის ვარგა. ხა. ვერ აგირჩევიათ რა გინდათ. ხო. 4 არის უკვე სათვალავში, მაგრამ ჯერჯერობით ვერ არჩევთ რომელია თქვენი. არ მოგწონთ. ნინა გისმენ ჩემო ლამაზო. მეგობრებო. ანუ ჩემზე არა ეს გაშლა, იმიტომ რომ მე მინდა ჩემი ბიჭია. მე არ ვიცი ხა ვის ვინ უნდა და ვის როგორი უნდა, მაგრამ აქ სათვალავში 4-ს ვხედავ მე. 4-ს. ხა. 1 რო გთავაზოთ. შემოთავაზება გაქვთ 1, მაგრამ ამის იქეთ 3 დგას და არც ერთს არ უყურებთ თქვენ. ბატონღაც. ხო, აიგნორებთ სხვას კი. 4-დან 4-ვეს აიგნორებთ, მეგობრებო, საქმეც მაგაშია. ხო. თქვენი ენერგიები. ნახეთ თქვენი ენერგიები. სიყვარულის თასები არავისთვის არ გემეტებათ. წუწკები ხართ. ხა, ამბობთ რომ არა, ჩემთვის მინდაო, ჩემი თავის სიყვარული მინდაო. ჩემი თავის სიყვარული მინდაო. ან აქამდე უნდა მოხვიდეთ, ნინა, ჩემო ლამაზო. სანამ საკუთარი თავის სიყვარულს არ ვისწავლით, მეგობრებო, არაფერი არ გამოგვივა. არ ცალია უსაქმურებისთვის. რა თქმა უნდა, დანელია. აბა რა. ზუსტად. აქ 10-იც რო იყოს, აქ ხა 10-იანების თასია. 10-იანების თასებია, მეგობრებო. არც ერთი ყველა არა 9-იანების ბოდიში. საერთოდ არ მცალია არც ერთისთვის ვამბობთ. ხო, ვინ მომიბზუილა, ხომ არ იცით? ვინ ვარო, ხომ არ მეტყვით? მაიარა და მეორე ქვია ამას. არ მცალიაო მეგობრებო. ამბობთ რომ არაფერსაც აღარ გავცემო. ნახეთ როგორ გაქვთ ხელები ამ სურათში. ნახეთ? ჩაიღლიავებული. ზიხართ და всё, დამთავრდაო ამბობთ. არაფერსაც აღარ გავცემ. რაც დარჩენილია, ჩემთვის მინდა სიყვარულიო. რასად? კიდევ თქვენი ენერგიები. ხო, რა თქმა უნდა. თქვენი ენერგიები ექვსიანების კვერთხები. ვისაც წასვლა გინდათ, ვის მოლაპარაკებები გინდათ, ვის ბრძოლები გინდათ, ვინ კამათობთ, ვინ ჭყუბობთ, ვინ უფროსობთ, ვის რა გინდათ და ვის რა მეგობრებო. მოლაპარაკებები გაქვთ, გაწიწვა გამოწიწვები გაქვთ, ბრძოლები გაქვთ. ხო. ანა მარიამ რომ იცის იდიდე ნახრინ. ხო, ანა მარია, ნატრივისიული ბუკვიზე. ანახეთ? რა, კვერთხების დედოფალი, queen. ხა, მეგობრებო, იყავით ესეთები, სასურველი ადამიანები, დანარჩენი გაუშვით. ხა. რა თქმა უნდა. ესეთია თქვენი ენერგიები, კი? კიდევ თქვენი ენერგიები. ეს რატო?
ცხრიანების ხმლებში ვართ, მეგობრებო. აბა რატომ ვართ ცხრიანების ხმლებში? უკვე წამოვჯექი. შვიდიანების პენტაკლები. ხმლების პაჟი. ხო, ეს ამ ადამიანმა შეგიყვანათ, ხო, ხმლებში, მეგობრებო? თავისი ფინანსებით, ხო, მეგობრებო? ხო? ხო ასეა. ხმლების პაჟი, რომელმაც ვერ მიხვდა ვინ აირჩიოს, როგორი აირჩიოს, რა აირჩიოს, რა გზას დაადგეს, ფინანსები აქვს და ვერ ძღება. ეს ადამიანი ფინანსებით ვერ ძღება. ნახეთ რამდენი აქვს? შვიდიანების პენტაკლები და მაინც ვერ ძღება. ხო. ამ ადამიანმა შეგიყვანათ ხმლებში ჩაგხმალათ, მეგობრებო. ხო, ნახე, ჩამადან без ручкиო, რო იტყვიან რუსები. ათრევთ ამ მაპატიეთ ამ სიტყვისთვის. ვათრევთ ამას ზურგით, ვათრევთ ვერც გადავაგდეთ, ხო, მეგობრებო, ვერც გადავაგდეთ. ხო, ვერ გადავაგდეთ, ხო, მეგობრებო? რა თქმა უნდა. სიკვდილის არკანი. ტრანსფორმაციაში ხართ, მეგობრებო. თქვენ ხართ ტრანსფორმაციაში. იმას დავანებოთ თავი. იმას მისი ჯვარი აქვს ატარებელი. ჩვენ ვართ ტრანსფორმაციაში. ან ვართ, ან უნდა შევიდეთ ტრანსფორმაციაში. სხვანაირად არ გამოგვივა. ნინა, ჩემო ლამაზო. ტრანსფორმაციას თუ არ გავივლით, არ გამოგვივა ცხოვრება. ხო. არ გამოგვივა. ხო, ხედავ რა წუწკია. აი ნახე? ნახე რა წუწკია? ხო, ხედავ რა წუწკიცა. ხო? კიდევ როგორ ხამივით უყურებს. ხო, ამიტომ შვიდიანების პენტაკლები. ექვსიანების პენტაკლები და შვიდიანების პენტაკლები. მეგობრებო, თქვენ ხართ ტრანსფორმაციაში და უნდა იმუშაოთ საკუთარ თავთან. მინდა გითხრათ. ხო. პენტაკლების მეფე და პენტაკლების დედოფალი. აი მიხვდით ახლა, ნახეთ? ბოდიში პენტაკლების მეფე და ხმლების დედოფალი. ფუ, პირიქით მეგობრებო, ღმერთო. ხმლების მეფე და პენტაკლების დედოფალი. მიხვდით ახლა რა მჭირს, ხო, მეგობრებო? ხო. ესე იგი, ჩემო ძვირფასებო. ამ ადამიანმა იმდენად შეგიყვანათ ხმლების პოზიციაში. საერთოდ გადართული ხართ ფინანსებზე. რა ადამიანი, რის სიყვარული, რა სიყვარულიო. რა პაექრობა და რა პარტნიორობა და რა დროს ტარება და რა ურთიერთობაზეა ლაპარაკი აქვს. დახვი, აქედანო ეუბნებით, მეგობრებო. იმნაირ პოზიციაში შეგიყვანათ ამ ადამიანმა, რომ საერთოდ აღარ გინდათ ამაზე ლაპარაკი, მხოლოდ თქვენი ფინანსები. ხო. ისე რა ვთქვა, მაგრამ ესეც ფინანსებზეა გადართული, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში ახლა თქვენზე ვსაუბრობ. ხო. აირია მონასტერი. ქვია ამას. თქვენი ენერგიები. აი თქვენი ენერგიები, მეგობრებო. ხმლების ფუფ, მკვერთხების პაჟი. მკვერთხების პაჟი. მეგობრებო და სამიანების პენტაკლები. სულ ფინანსები, მეგობრებო. სულ ფინანსები.
სულ ფინანსები. და ცხრიანების პენტაკლები. ნახეთ, სულ ფინანსებზე ფიქრი გაქვთ, ფიქრი და განდეგილის კარტი. ფინანსებზე ხართ გადართული. ესაა თქვენი ტრანსფორმაცია ეხლა. როდესაც არ გიმართლებთ, მოდი ესე ვიტყვი. და არ ამართლებს ურთიერთობა, მეგობრებო, ნახეთ, როგორ საუბრობს ახლა კარტი. აი ნახეთ, როდესაც არ ამართლებს ურთიერთობა. ხო, ამ დროს უნდა იფიქროთ იმაზე თუ როგორ გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან და გადასული ხართ ტრანსფორმაციაში და ფიქრობთ ახლა რომ როგორ გამოაკეთოთ თქვენი შინაგანი სამყარო. ხო, ანუ უყურეთ ახლა გადართული ხართ ფინანსებზე. რა თქმა უნდა, ესაა თქვენი ახლა საფიქრალი. მოდი ასე ვიტყვი. როცა ფინანსები გაქვთ, კარგად ხართ. ნახეთ? ბედნიერი ხართ, ხო? ვასია. ხო. იმიტომ რომ სხვაზე დამოკიდებული არ ხართ. ამ დროს ეს ბედნიერება იგულისხმება იმაშიც, რომ ის სიყვარული, რასაც თქვენ სხვისთვის გემეტებათ, რაც გემეტებათ, საკუთარ თავს რომ მოახმაროთ, უბედნიერესები იქნებით. ამასაც ამბობს იცოდეთ. მეტებად. საკუთარ თავს რომ მოახმაროთ, უბედნიერესები იქნებით. ამასაც ამბობს იცოდეთ. მოახმარეთ ფინანსებიც, საკუთარ თავს მოახმარეთ სიყვარულიც, არ გაქვთ სიყვარული და გონიათ რომ დაამთავრებულია ყველაფერი. უმეტესობას ესე გონია მეგობრებო, მაგრამ არა, ძალიან ცდებით. მინდა გითხრათ. ანა მარია, ოხერი და ბინძური ფული. ფული, ბინძური და ოხერი არის მაშინ, როდესაც გადაგიყვანს ჭკუიდან. ხო. ფულმა არ უნდა გადაგიყვანოს ჭკუიდან, თორე Seven Swords. შვიდიანების ხმლები. მოკლედ, ძალიან ნერვიულობთ, ძალიან განიცდით. ძალიან კი, ჩვენ ვხედავთ სამაგიეროდ, არ ინერვიულობთ. ნახეთ, გამოსავალს ვერ ხედავთ. არ მინდა არაფრის გაგონებაო, საერთოდ ხელს არ გავანძრევ, ფეხს არ გავანძრევ, არც დანახვა მინდა, არც გაგონება მინდა, არაფერი არ მინდა ვამბობთ. გაგიჭედა ეტყობა, გადი და შემოდი. ნინა, გადი და შემოდი. ან გადატვირთე ტელეფონი. ხო, არაფრის გაგონება არ მინდა ვამბობთ. არაფერი არ მინდა, არაფერი არ მაინტერესებს, საერთოდ არ მინდა არაფრის დანახვა ვამბობთ, მეგობრებო. ხო. ნახეთ? ნივი ჟუნისლიშუ გაქვთ ჩართული. ნივი ჟუნისლიშო. ესეთია თქვენი ენერგიები. არც ხელს გავანძრევ, არც ფეხს გავანძრევ, არც დანახვა მინდა შენიო ამბობთ, მეგობრებო. აი ეს სიტუაცია გაქვთ ნამდვილად. იმიტომ რომ ყველაფერი ყელში გაქვთ უკვე. ასეცა, არც მიკვირს. არ მიკვირს, ესე რო ხართ. ჩემო ძვირფასებო, კითხვებზე პასუხი არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს საჯარო ლაივი. თუ გაქვთ სურვილი დარჩით და მოგვისმინეთ, ვიხალისოთ. თუ არა და შეგიძლია აქვს გროლოთ. საჯარო ლაივი გვაქვს. თემა არ გვაქვს ჯერ ოღონდ. გაორება გვაქვს, კი, მეგობრებო. იუჰუ, აჰა, მოხვედი, ხო? ხო, აი, ხო ხედავ. ხო, შენთან ჭედავ და ეტყობა. ჩემთანაც ჭედავს ხანდახან, მეგობრებო. მოკლედ, ესეთ იყო თქვენი მოსმენა ჯობია, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ სათქმელს თქვენ რაც საჭიროა რომ გაიგოთ, ყველაფერს თავისით მაინც იტყვის დასტები, მეგობრებო. კითხვაც რო არ დასვათ, უბრალოდ თქვენ თავთანვე დასვით შეკითხვა, დაუსვით პარტნიორს ესე მენტალურად შეკითხვა, დასვით შეკითხვა და გაუშვით. ხო, პასუხს აუცილებლად გაიგებთ. ხო. მოკლედ.
ეხლა მინდა თქვენი პარტნიორის ენერგიები ამოვედით ხო? ამ დღინდელი ენერგიები, აი ის დღეები, რაც ჩვენ არ ვიყავით აქ ლაივში. ხო. თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ენერგიები. ეს ადამიანი სადღაც გადაადგილდება, ამ ადამიანს რაღაცა გზა აქვს. უკვე გზაშია. ნახეთ, მეგობრებო, ეტლი, სწრაფ გზაშია, მეგობრებო. მოულოდნელად სწრაფ გზაშია, მოულოდნელ მგზავრობაში ეს ადამიანი გზაში. სწრაფ გზაშია, მეგობრებო. მოულოდნელად სწრაფ გზაშია, მოულოდნელ მგზავრობაში ეს ადამიანი გზაში. ამ ადამიანს გაურება. მე მგონია, მეგობრებო, ჩემი ტელეფონიც ჭედავს. ხო. მე მგონი ჭედავს. კი, მეგობრებო, დავბრუნდი. სტუმრები წავიდნენ და დავბრუნდი. ამ ადამიანს აქვს გაურება. დღეს კარგად ახვალ ცუდათა. ამ ადამიანს ხო, აი გაჭედა. ხავის პარტნიორი ვით ჭედავს ტელეფონი და რა გავაკეთოთ? უი, მართლა? ტყულა ლაპარაკობდი, არაფერი ისმოდა, მეგობრებო, რას ლაპარაკობთ? რა გევიმეორო, ხო არ გადაობ. რის მერე არის მოდავა, მითხარით? გზაზე რომ მიდიოდა იმის მერე, რას ლაპარაკობ? რომელ გზაზე მიდიოდა? სულელის არკანით? სულელის არკანით რომ მიდიოდა? ეგი, მეგობრებო? ვაიმე, პირველი დასტიდან? ეტლის კარტით? რას ლაპარაკობთ, ხახნა? სწრაფ გზაზეო, თითუ რას ლაპარაკობთ? ხო, მოულოდნელ გზაზე მიდის. ეს ადამიანი მიდის მოულოდნელ გზაზე, მეგობრებო. მოულოდნელი გზა აქვს თავის დედოფალთან. ეს დედოფალი თქვენ ხართ. კაი ბატონო, გავიმეორებ. გავიმეორებ, რა ვქნა ახლა? თავის დედოფალთან მიდის, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეუძლია, ძალიან ცუდათა ადამიანი. ხო. მოდის, მეგობრებო, თქვენთან მოდის. ეტლით მოდის თქვენთან. ეხლა ფიქრობს თქვენთან როგორ მოვიდეს. ტრანსფორმაციაშია ეს ადამიანი. ეს ადამიანი ტრანსფორმაციაშია. თან არის განდეგილის პოზიციაში. ძალიან ბევრი შემოთავაზება ანუ ამ ადამიანმა მეგობრებო, ძალიან ბევრი შანსი გაუშვა თქვენთან, ძალიან ბევრი დაკარგა თქვენთან. ძალიან ბევრჯერ მიეცით შერიგების და დაბრუნების უფლება, მაგრამ ვერასდროს ვერ გამოიყენა შანსი. ხო, ნახეთ? კვერთხების მეფე, ხო, კვერთხების შვიდიანები და ჰერმეთი, ნახეთ, როგორ ეძებს გამოსავალს. საწოდავათა, მეგობრებო, ვერ გადააგდო ვერაფერი, ვერ მოიცილა ვერაფერი, წარსული ცხოვრება ვერ მოიცილა ამ ადამიანმა. ვერაფერს ვერ ხედავს, მთვარეშია. ამ ადამიანს შეიძლება კიდევ ქონდეს გაორება. დღეს კარგხასიაძეა, ხვალ ცუდათა. დღეს ფიქრობს, ხვალ აღარ ფიქრობს. დღეს უნდა, ხვალ აღარ უნდა. დღეს მოდის, ხვალ აღარ მოდის. ესე იყო. კი, სულელი მეგობრებო. ხო. ცხრიანების კვერთხები. სულ კვერთხებში საწოდავი. ანთებული აქვს წითელი მეგობრებო. ხო. ამ ადამიანს წითელი ანთებული აქვს. ასია, კი. ანთებული აქვს წითელი. ოღონდ როგორ აიცი, წითელის იქეთ ყვითელზე აღარ გადადის და მწვანეზე. სულ წითელი აქვს ანთებული. იმიტომ რომ ცუდად ანახე წითელი შარლით როგორაა ჩამოკიდული. საწოდავი. ხო. მისი ენერგიები მეგობრებო, მისი ენერგიები.
მისი ენერგიები. ჩახანჯლული, ჩახმალული, ჩანიორწყალებულია. ნიორწყალი ხო იცით გემრიელია. მიჯაჭულობა. ეს ადამიანი თქვენზე მოჯაჭულია ეშმაკის არკანი. ამ ადამიანს შეიძლება კონდეს მავნე ჩვევები. ამ ადამიანს შეიძლება კონდეს რაღაცებზე მიდრეკილება. ამ ადამიანს შეიძლება კონდეს გარემოება, ფინანსებზე ინტერესი. ანუ ხო ხვდებით? ხო. ახია რა თქმა უნდა. ფული უყვარს. სულ კვერთხებშია გულაობაც ხო არ უყვარს მეგობრებო? მეგობრებო. გულაობაც ხო არ უყვარს, ცოტა სულ კვერთხებში როა. ვის არ უყვარს ფული. პენტაკლების მეფე. ეს ადამიანი ფინანსებშია კი. ფინანსებშია მეგობრებო. მინდა გითხრათ, აი თქვენთან ხო ამოვიდა ეს ვერ მიხვდარ ხართ ვინ აირჩიოთ. ხო, მასთანაც არის მსგავსი რაღაცა ოღონდ. არც ერთი არ უნდა ამას. არ ვიცი რატო, მაგრამ ყველაზე გაბრაზებულია. ეს ადამიანი ცხოვრებაზე გაბრაზებულია, მინდა გითხრათ. ცხოვრებაზე უკმაყოფილოა. ხო, ქვემოდან. ხო, ნახეთ? ხმლების მეფე. მოდის მეგობრებო. მოდის ბრძოლით. მოკრის, მოგლიჯინებს. ქუხილით მოდის. თავარია კუილით არ მოდიოდეს. აი მე რა უძდელიერა მაქვს მეგობრებო. აი რა გავაკეთე? ხო. ხო, ომი უნდა კუილით. მეტი აფერი შეუძლია მეგობრებო. ხო. ჰაერის გაფუჭებით უნდა მარტო ომი. ხო, მაგრამ მეც ადამიანი რომელიც ბევრს ქაქანებს, ის არაფრის გამკეთებელი არა, ხო იცით? აი ზუსტად ამაზეა. ხო. ხო. არა. ცუდად ყოფნა არ გვაწყობს ნინა. რას ლაპარაკო? გადასარევად ვარ მე. ხო. კუილით. აპატიეთ ჩემო ძვირფასება, რა გავაკეთო? სიტყვა ძუნწია, ხო? სიტყვა ძუნწია. თავარი არ ჩაიკოკონოსო. ხო, ვკითხო უნდა ერთი თუ უყვარს ჩაკოკუნება. მეგობრებო. ოთხიანების პენტაკლები. ფინანსები უყვარს. ჩემი არ დავთმობო იძახის. ჩემი არ დავთმობო. ხო, არა, მეგობრებო, არ დაგთმობთ ეს ადამიანი. არ დაგთმობთ. მაგრამ თავისებურად. ჯერ ფული და მერე შენო. ამ კომენტარებს ატვირთულ ვიდეოზე ვერ წაიკითხავს. ამ კომენტარებს ვერ წაიკითხავს. მოვა მეგობრებო, ამ ადამიანიდან აუცილებლად მიიღებთ შეტყობინებას. აუცილებლად მიიღებთ ზარებს. ინტერპოლით დარეკვებს მიიღებთ მეგობრებო. ინტერპოლით ზარებს მიიღებთ. ეხლა მოდაშია ინტერპოლით ძებნა ადამიანების. პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ ამას მე, ხმამაღლა ვამბობ. ვიძებნები კი? ძებნაში ვარ მეგობრებო. ხო? ძებნაში ვარ. ძებნილი ვარ. აფიშირებით, რა თქმა უნდა, ვაღიარებ. საერთოდ არ მწხვენია. ამის თქმის, მეძებენ და ნახეთ დედა მომიკუდეს უბრალოდ მეგობრებო. ნახეთ ქვემოდან დაკარტია. ნახეთ რა სჭირს ამ საცოდავს? გრევებშია. მე აქ სახელდაგვარებს არ ვასახელებ და არავინ არ დაასახელოთ მეგობრებო, არ გინდათ.
ყველამ თქვენი პარტნიორის სახელები შეინახეთ. მე არ მყავს პარტნიორი. 6 წელი არ მყოლია და არ მყავს. ხო. არ მყავს პარტნიორი და რა გავაკეთო? არ მაქვს სურვილი ყოლის, რო ვიყოლიო, სურვილი არ მაქვს. ამისი ენერგიები, ნგრევა, კოშკი და ქცევა. მიწისძვრა აქვს. ცუნამი აქვს. აპოკალიფსი აქვს, ყველაფერი აქვს. პანტერა, ხადაობ? ამას შენ ამბობ, გალო? პანტერა. ძალიან ცუდადაა ეს ადამიანი, მეგობრებო. ამ ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდი რაღაცა დამთავრდა, რა თქმა უნდა, მესმის. არ დააყაროთ ერთმანეთს ახლა. მეგობრებო, გადააობთ. ამ ადამიანის ცხოვრებაში ძალიან ერთი ეტაპი დიდი რაღაცა დამთავრდა. აი, ქვეყნის ცხოვრების დასასრული აქვს. ქვეყნის დასასრული აქვს, ნგრევები აქვს, ცევა აქვს, ვარდნა აქვს, წაქცევა აქვს, დამხობა აქვს, ჩამომხობა აქვს, თავზე ყველაფერს აფეთქება აქვს. არ ვიცი რა სჭირს, მაგრამ ხო, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ძალიან ცუდადაა, მინდა იცოდეთ, ამიტომ ელოდეთ მისგან კონტაქტზე გამოსვლას, დაკავშირებას, ჩამოსვლას, მოახლოებას, კი, აუცილებლად მეგობრებო. მე ვთვლი უფრო მოსვლას, იმიტომ რომ პირველი ეტლის კარტი იყო. ეტლი იყო. ტორნადო დეეცა, მეხი დეეცა, რა ის ტორნადო კაცო. ხო. აი ნახეთ უბრალოდ ქვემოდან რა სურათია, lovers. lovers, მეგობრებო, ნახეთ. ეს ადამიანი ძალიან დიდი სიყვარულით გიყურებს, მაგრამ თავისებურად. ადამი და ევა. ხო, მაგრამ თავისებურად გიყურებთ. ამ ადამიანს თავისებური სიყვარული აქვს. ხო, თავისებური. რაკნას უყარხართ, მაგრამ ესე თავისებურად ეხა გინდათ არ გინდათ, ჩვენ ახლა ამას აქ არ განვიხილავთ ამ წუთას. უბრალოდ სიყვარული აქვს კი. სიყვარული აქვს. და ნახეთ უბრალოდ ეხლა მინდა გაჩვენოთ სასამართლო ბედის ბორბალი და მეგობრებო აქ ამბებია ძალიან ბევრს გიხსენებთ ეს ადამიანი მინდა გითხრათ ძალიან ბევრს გიხსენებთ ნახეთ ეხლა როგორ მინდა გაჩვენოთ მინდა ესე ვისან ახლა როგორ მინდა რომ გაჩვენოთ. ნახეთ ახლა აქ რა ხდება. ხედავთ ხო? სამიანები. სამიანების თასი სამკუთხედია. სამკუთხედი ბევრნაირია, ვიცით? არის გარემოება, ადამიანები, ფინანსები, ყველაფერია გარემოება. სამკუთხედი მშობლებით, სიტუაციაც და ადამიანებიც ხო. სამკუთხედია, ეს არის კიდევ რაღაცის აღნიშვნის ამბავი და სამკუთხედი კიდევ ხო პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. თუმცა ეს ადამიანი ნახეთ არის რა ქვია მაგას იმპერატორი. ხო, ეს ადამიანი იქ სადაც არის პასუხისმგებლობაში არის. პასუხისმგებლობაში იგულისხმება ის რომ შეიძლება ყავდეს პარტნიორი, შეიძლება ყავდეს მშობლები, ყავდეს შვილები, ყავდეს ოჯახი და იქ პასუხისმგებლობა ქონდეს ამ ადამიანს, მეგობრებო. აქ შეიძლება იყოს კიდევ სამსახურეობრივი პარტნიორობა, ამაზე პასუხისმგებლობა ქონდეს, ანუ ხვდებით ხო? ეს ადამიანი ძალიან ჭკვიანია, მინდა გითხრათ. სათავისოდ ოღონდ. სასამართლო. ამ ადამიანს შეიძლება ქონდეს პრობლემები სამართალთან, ჯანმრთელობის პრობლემა ქონდეს, შეიძლება ქონდეს რაღაც პარტნიორული პრობლემები, შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით იყოს მოსამართლეც, შეიძლება ზოდიაქოთი იყოს სასწორი, შეიძლება კიდევ იყოს
ხო რა, აი გადაწყვეტილების წინაშე იდგეს. და ეხლა ფიქრობდეს რა გადაწყვიტოს. ნახეთ, რადგან აქ ბედის ბორბალია, ფორტუნა და რა გადაწყვიტოს იმას ფიქრობს. საით მეტი აწონოს, საით ნაკლები აწონოს. ხო, აი ესეც შეიძლება იურიდიული განათლება თუ აქვს, მოსამართლე იყოს, ხო, ანუ ხვდებით ხო, ფორმიანი იყოს, ხო. ამიტომ მეგობრებო, ეს ადამიანი რაღაც გადაწყვეტილების წინაშე დგას და გადაწყვეტილება აქვს მისაღები. მაგრამ ნახეთ, ნავში უნდა ჩასხდომა ექვსიანების ხმლები. ძალიან ცუდათაა, ეს ადამიანი ძალიან ცუდათაა, ხმლებშია, მაგრამ თქვენთან ერთად ზის ამ ხმლებში. თვითონ ამბობს, რომ თქვენთან ერთად ზის ამ ხმლებში, მაგრამ თქვენ მისი ვარსკვლავი ხართ. ამ ადამიანს უნდა თქვენთან მოლაპარაკება, მაგრამ მოლაპარაკება რაში გადადის, იცით, მეგობრებო, კონფლიქტში. ფაქტიურად ამ ადამიანს მოლაპარაკება არ შეუძლია. აი არ დაელაპარაკოთ, არ ესაუბროთ ურთიერთობაზე, რაზეც გინდა იმაზე საუბრეთ. გადი და შემოდი მერიემ. თუ კი ვერ მწერ, გადი და შემოდი. ხო. მოლაპარაკება არ შეუძლია, მეგობრებო, შეუძლია კამათი და შეუძლია მხოლოდ მისი აზრი. ხო. ვეღარ წერო გავიგონე. მივხვდი, ეხლა მივხვდი კი. არა უშავს წერონ. იყვეს წერონ, მეგობრებო. ნუ რა ვქნათ ეხლა? რა გავაკეთოთ? ხო. ამიტომ ამ ადამიანს არ დაავალოთ მოლაპარაკება ურთიერთობაზე, მაგრამ იმისთვის ხართ ვარსკვლავი. თქვენ შორის მანძილია. ეს ადამიანი გიყურებთ შორიდან, სადღაციდან გიყურებთ. აი ნახეთ ეხლა, როგორ გიყურებთ? თქვენთან ერთად ბავშვია, ეს არის მოგონებების, თასების, ემოციის, ბავშვობა, თქვენთან გატარებულ დროს იხსენებს. თქვენთან ბედნიერია, რაღაცის ჩუქება უნდა, აქ რაღაცას გჩუქნით, ყვავილები მოაქვს, თასები მოაქვს, სიყვარული მოაქვს. იქნებ სერენადებიც უნდა რო გიმღეროთ. ნუ არ ვიცი, ხა მე არ გამომიხტეთ აქ. მაგრამ ის რომ თავისი ცხოვრების მაგია, ამ ადამიანს ყველაფერი შეუძლია. ამ ადამიანს აქვს ოქროს ხელები, უსასრულობა ნახეთ. უსასრულობა, ხედავთ ხო? თავზე უსასრულობა აქვს ამ ადამიანს. ამიტომ ოქროს ხელები აქვს, რასაც ხელს მოკიდებს, ყველაფერს აკეთებს. კი, манипуляტორიც არის, მაგიც არის, ოქროს ხელებაც არის, მას თუ უნდა გააკეთებს, თუ არა და არა. მე ვარ ყოვლის შემძლეო. იცით რისი თქმა იცი, შეიძლება ამ ოთახში მე ვარ მეფეო. ამ სამყაროში მე ვარ მეფეო. აი რაღაც ესეთი შთაბეჭდილება მჩება. ხო. ხო, ოქროს ხელები აქვს კი. ყველაფერი გამოსდის, ყველაფერი. ეს ადამიანი შეიძლება კიდევ იყოს მწეველიც. წეველიც, მეგობრებო. მოკლედ ესეთი იყო ტარო რაიდერი, ჩემო ძვირფასებო. და თუ კი ემთხვევა თქვენი პარტნიორის დახასიათებას და თავის ოქროს ხელებს დავრჩეთ და გავაგზავნოთ ყურება. კიდევ გადამივარდა. გადამიცვიდა ტრანსფორმაცია, მეგობრებო. გაქანებულ ტრანსფორმაციაშია. ამ ადამიანს ძალიან ბევრი მუშაობა მოუწევს საკუთარ თავთან იმისთვის, რომ თავისი ცხოვრება გამოასწოროს. ნახეთ? აი ეს დასტები გადამივარდა. ყველაფერი თქვა უკვე. უკვე ყველაფერი თქვა, მეგობრებო, ნახეთ? ამ ადამიანმა ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს, რომ ეს ურთიერთობა მიიყვანოს ბოლომდე. შეყვარებულების კარტი, სიყვარულის კარტი, ქორწინების, ურთიერთობის, ჯვრის წერის და ურთიერთობის გაგრძელება უნდა თქვენთან. და ამბობს, რომ ამაზე ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს. დასტა ამბობს ამას. ნახეთ უბრალოდ. ეს ურთიერთობა ტრანსფორმაციაშია, მეგობრებო. თქვენი ურთიერთობა მეტწილად მისგან ტრანსფორმაციაშია, თვითონა ტრანსფორმაციაში. ხო. ეს ადამიანი ამ სიყვარულის გამო გადასულია ტრანსფორმაციაში. მინდა იცოდეთ. ძალიან რთულ გზას გადის და ძალიან ბევრი მუშაობა მოუწევს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ სხვა გზა არ აქვს. სამყარომ არ დაუტოვა მას სხვა გზა. ასე რომ არ შეაწუხოთ ადამიანი, არ დაურეკოთ, არ მოიკითხოთ. ხო. არ ჩაერიოთ, მეგობრებო, არ ჩაერიოთ.
თავისით გამოასწოროს ურთიერთობა. ეს თავისით უნდა გააკეთოს მეგობრებო, თქვენ არ დაიხმაროთ. იმიტომ რომ რაც თქვენ არ ჩაირევით, მით უფრო უკეთესად გააკეთებს თვითონ. და მისი გაკეთებული უფრო უკეთესი იქნება კიდე, ასე რომ თქვენ თავი შეიკავეთ. აცადეთ ადამიანს, ტრანსფორმირდეს. მოკლედ. დავიწყოთ ახლა ჩვენი დღევანდელი ლაივი. რა თქმა უნდა, მეგობრებო, არავინ არ უნდა ჩაერიოთ ტრანსფორმაციაში. რაც არ უნდა გიჭირდეთ. როდესაც ადამიანი ტრანსფორმაციაში იმყოფება, ის კონტაქტზე არ გამოვა. და თუ კი არ გამოსულა კონტაქტზე, იცოდეთ რომ, იმიტომ არ გამოდის, რომ ტრანსფორმაციას გადის და ეს ძალიან რთულია, ჯოჯოხეთია ფაქტიურად. რადიკალურად იცვლება ადამიანი ამ დროს, ამიტომ ჩემო ძვირფასებო. ამიტომ ესეა საჭირო. მოკლედ. ჩვენი დღევანდელი ლაივი რაზეა? ჩვენი დღევანდელი ლაივი რაზეა მეგობრებო? ახლა გადავაბრუნე დასტები და ესე გადაურევ. მოკლედ უღმესი მადლობა მინდა გითხრათ ყველას. თქვენ რომ არა ჩემო ძვირფასებო, მე ამ ყველაფერს მარტო ვერ შევძლებდი. თქვენ ხართ ჩემი სტიმული, თქვენ ხართ ჩემი მეგობრები. თქვენ მე ესე მეხმარებით, მე როგორც ჩემი ძლე ესე გეხმარებით და ესეა. თქვენ მე სტიმულს მაძლევთ. კიდე ხო არ ჭედავს მეგობრებო? კიდე ხო არ ჭედავს? ხო. მოდით ახლა ჩვენ ვკითხოთ, ზოგჯერ ჭედავს ხო? მოდით ახლა ვკითხოთ მეგობრებო, ერთი თქვენს პარტნიორს რა? ხო გამიჭირვა საქმე კაცო, აქ ყოველ ჯერზე და ბოლო რით ვერ ისწავლა ჭკუა? ნერვიულობს. ამ ადამიანმა, აი ხო გეუბნებით. მეგობრებო, ეს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. აი წინა დღეს პარკში ვარ მეთქი, რო თქვი ბუნების წიაღში მეთქი და იქ რო გავაკეთე საჯარო ლაივი, გაშლა რო ჩავწერე, აი ზუსტად. ეს ადამიანი ჯერ კი არ ფიქრობს, ჯერ აკეთებს და მერე ფიქრობს. წინ დაუხედავი ნაბიჯები. ჯერ იტყვის და მერე ფიქრობს, გააკეთებს და მერე ფიქრობს. დაგკარგავთ და მერე ფიქრობს. რატო დავკარგე? რა მოხდა? ხო. რა მოხდა მეგობრებო და შემთხვევა ესეთი. ჭკუის ასწავლი. ხო, არტისტი, რა მოხდა? თავისი არტისტობა, თავისი მანიპულაციები, თავისი დაუფიქრებელი ტემპერამენტი, მოდი ასე ვიტყვი. ტემპერამენტულია ძალიან ეს ადამიანი. ამ ადამიანს უფრო, იცით, კვერთხს აი ხო გეუბნებით, ტარო რაიდერზე გვაჩვენა რომ სულ კვერთხები. ძალიან შეიძლება იყოს ტემპერამენტიანი, მაგრამ ეს არა საქმე და მნიშვნელობა ამაში არა. ყველაზე დიდი მნიშვნელობა არის ზოგადად გონებრივად ადამიანი, როდესაც მაპატიეთ ახლა აზროვნებს, როდესაც გონებით აზროვნებს, მეგობრებო. ხო? ჯერ რო ფიქრობს, რომ თავის აქციელს რა მოყვება, თავის ნათქვამს რა მოყვება, თავის ქმედებებს რა მოყვება, ხო? ამას რო ფიქრობდეს, ამდენი გაუგებრობა კი არ იქნებოდა თქვენ შორის. ხო, ამიტომ, მეგობრებო, ეს ადამიანი თუ ნანობს, ესეც დადგმული სცენა. ესა უპატიოსნო თამაში, რასაც თვითონ აკეთებს. ხო, ნახეთ? ბალანსი, ვითომ და ბალანსი. ცდელობა, მანამ სანამ თავის, მე არ ვიცი ამ ადამიანს რისი მიღწევა უნდა, მაგრამ რასაც მიაღწია, უკვე ფაქტის სახეზე გაქვთ. ხო, ესა მიღწევა მისი. ამისთვის არ დაიხია უკან.
რისთვისაც არ დაიხია უკან ფაქტი სახეზე გაქვთ. ეს იყო. წააგო. ეს ჩემთვის მოგების კარტია. ურა, რა მაგარია რო იტყვის. ეს ჩემთვის გამარჯვების კარტია, ლიდერის მმართველის კარტია, მაგრამ აი ნახეთ. წააგო. თავი წააგო. იქნებ თამაშობს და წააგო. ესეც არაა გამორიცხული. ხო. პირდაპირ მნიშვნელობით მოთამაშეა შეიძლება. ფული ჩადო და წააგო. თავი დაკარგა, თავი წააგო, ცხოვრება წააგო, სიყვარული წააგო, თავი დაკარგა. რა ვიცი, მეგობრებო, ვიცი, რა ვიცი. ხო. ერთ წრეზე სიარული, ერთი და იგივე ბალოტი, მეგობრებო. ძალიან დიდი დანაკარგი ხართ მისთვის. ნახეთ. ეს არის ძალიან კარგი სურათი ესე. სიყვარულის სურათი, სიყვარული არა მარტო აქ ფინანსები ხატია, არამედ ზოგადად რა, ძალიან კარგი შთაბეჭდილების ფოტოა იგი, მაგრამ ეს არის ხა ამობრუნებული და ეს არის საყვარელი ნივთის დაკარგვა, მეგობრის დაკარგვა, ურთიერთობის დაკარგვა, გაიძვერობა. აი რაც ვთქვით წეღან ზუსტად, თავისი საქციელით, თავისი ტყუილებით, თავისი არტისტობით, რამდენს გატყუებდათ მეგობრებო. ხო. ტყუილი. ასეა თუ ისე ტყუილი გამოუვიდა. იქნებ მართალს ამბობდა, მაგრამ ტყუილი გამოუვიდა. მხოლოდ დაპირებები, მეგობრებო. ზოგადად დაპირებებს არ უნდა ენდოთ. ქაქან ტრესტის დირექტორია. ხო. ეს ადამიანი ამბობდა, რომ თქვენსკენ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ხო, ეს ადამიანი ხო ამბობდა. კი, ეხლა დაკარგულ ნაწილობრივ დანაკარგებშია. აი ეს იქაც ამოვიდა რაიდერში. ოღონდ იქ ძალიან ბევრი შემოთავაზებები ქონდა. ძალიან ბევრი შანსი მიეცით ამ ადამიანს. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი შანსი დაკარგა თქვენთან მიმართებაში. ამიტომ ხართ ეხლა ხმლების დედოფალი და ხმლების მეფე. ოღონდ ეხლა უყურეთ, რა ხდება აქ. აბა სხვაობას თუ მიხვდებით ახლა. აბა მიხვდებით იმედია სხვაობას. ამ ადამიანს ხმალი დაშვებული აქვს. და თქვენ მომარჯვებული გაქვთ. ამ ადამიანს ეგონა რომ ესე გასრისა და ყველას როგორც აქ უბობაყას დაჭერილი. ამ ადამიანს შეიძლება ეგონა რომ თქვენ დაგიჭირათ. მოდი ესე ვიტყვი. ყურებით დაგიჭირათ. ეგონა რო ყურებით დაგიჭირათ და გაგსრისავდათ ეგონათ. ეხა ვისთან როგორი მიმართულებით მოხვდებათ გულზე, თქვენ მიხვდებით მე რასაც საუბრობ მეგობრებო. ძალიან კარგად ხვდებით ეხა ჩემს საუბარს. ხო, ეგონა. მაგრამ ნუ რას უკაცრავად. ხო, აი თავისი ბალოტი. და ეხლა ამ ბალოტიდან გიყურებთ, გადაარჩენთ? თუ არა? არაფერში არ შეიძლება მანიპულაცია, არა მხოლოდ სიყვარულში. ზოგადად არც ერთი მიმართულებით არ შეიძლება მეგობრებო. არც ერთი მიმართულებით არ შეიძლება. ხო. ეხა გელოდებათ. თქვენ უშველით თუ არა რო იხჯობა იმ წუმპეში? გამოიყვანთ თუ არა? იცით როგორ გელოდებათ? აუ, თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ მეგობრებო. ხო. ძალიან გელოდებათ. გატყუებდათ, მაგრამ დარჩა მოტყუებული თვითონ. ნუ ყოველ შემთხვევაში ტყუილი გამოუვიდა მას. მას ესე გამოუვიდა ამ პაზლებმა ხო დამღალა მეგობრებო. ზილოს ტალახი, რა თქმა უნდა. სულ სირთულეებშია, სულ მოლოდინშია იმის, რომ ვინმე რაიმეს ხომარ უშუღლებს, ხომარ უმტრობს. ხო და რაღაც ესეთი შიშის ქვეშა სულ. ხო. ძალიან მაინტერესებს ახლა. აი თქვენი ეს პოზიცია. აი ეს პოზიცია.
თუ შეიცვლება რაიმე უკეთესობისკენ. აი თვითონ ეს ადამიანი თუ შეცვლის ამ თქვენს სიტუაციას, თუ ეცდება მაგალითად. ნუ ეხლა იქ კი იყო ის, რა ქვია, ხმლების მეფე, პაჟი, თქვენ შორის შეიძლება კიდევ იყოს სხვაობაც, გასხვავებულები ხართ, მეგობრებო. ასაკობრივი სხვაობა. ხო. თუ შეცვლის თქვენს დაძაბულ სიტუაციას ეს ადამიანი, თუ შეცვლის თქვენს ურთიერთობას, თუ შეცვლის იმპერატორი, დედა მეგობრებო, შეხედეთ. ხედავთ, რა კარტები ამოდის? თუ შეცვლის მეთქი და ნახეთ. თუ შეცვლის. თქვენ გელოდებათ. თქვენგან ელოდება. თქვენ მას ელოდებით. მან იცის რომ თქვენ ელოდებით მისგან აი ესეთ ზუსტად ესეთ სიყვარულს. მაგრამ როგორ მოდის? ბობოქრობით მოდის. ხო. მეტი არ შეუძლია. ბობოქრობა შეუძლია კი. კიდევ კარგი ტალღები არ მოყვება, თორე ხო წაგვლეკავდა მეგობრებო, აქ ყველა საღამოს. ყველა ჯერზე დავიხჩოპოდით. ხო. როგორ წავა თქვენი ურთიერთობა? მოდი სამყარო როგორ ხედავს თქვენს ურთიერთობას? ისეთ თქვენ მისთვის ძალიან სასურველი ადამიანი ხართ, მეგობრებო, მინდა ვთქვა, თქვენ ხართ მისი იმპერატრიცები. თქვენ ხართ მისი ოჯახის წევრი, ესე მიგიჩნევთ. ეს ადამიანი მიგიჩნევთ კიდევ ხედავთ თქვენ ძალიან პასუხისმგებლიანს, იმპერატორებად გთვლით, მეგობრებო. თქვენ სხვათა შორის პასუხისმგებელი ხართ. შეიძლება თქვენც გყავთ ოჯახი, თქვენც გყავთ შვილები, თქვენც გაქვთ აღებული პასუხისმგებლობა, ზურგში მოკიდული გაქვთ. აი ეს ადამიანი კიდევ არის ძალიან, იცით როგორი, მშრომელი და აქვს თავისი შენაძენები, ცხოვრებისეული, მთელი ეს წლები, გავლილი წლები, ფუჭად არ ჩაუვლია ამ ადამიანის ცხოვრებაში. ხო. ბევრი შეიძლება თმას იღებავდეთ. კი, ბევრი შეიძლება გქონდეთ ხვეული თმები, შეღებილი ხვეული თმები. უმეტესობა შეიძლება გქონდეთ ქერა. სუსტები არ ხართ, ხართ ისეთი პუტკუნე, არც პუტკუნა არ ხართ. ანუ ძვალმსხვილი, ხო რაღაცნაირები ხართ, მეგობრებო. სუსტი ხართ, ტანწერწეტაო, მე ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ასაკოვანი ადამიანი სუსტი არასდროსაა. ხო, კიდევ რა არის, აქ რას ვხედავ? ბევრ შეიძლება გიყვართ კიდევ აი ცეპები, მსხვილი, ესეთი მსხვილი თვლებით ცეპები გიყვართ, კი. სხვათა შორის ფერადები. ბევრ შეიძლება ჯვარიც გეკეთოთ, ატარებდეთ, ხის ჯვარს ატარებდეთ. ზოგიერთები. კი. კიდე რაღაცნაირად ჯდომა გიყვართ, აი რაღაცნაირად სიხართ რა ამ ტროლზე, ამ იმაში რა ქვია. თითქოს და აი არ ვიცი, ძალიან მეგობრულები ხართ, მეგობრებო, ძალიან თბილები ხართ. ესე გახასიათებთ. ეს ადამიანი თქვენთან მოჯაჭვულია, აი რა ვქნა. ძალიან ეიმედებით. ეს ურთიერთობა ტრანსფორმაციაშია. აქაც ტრანსფორმაცია გაქვთ, მეგობრებო. ამ ადამიანს ღამე არ ძინავ. ძალიან უნდა თქვენთან, თქვენ შორის მანძილია. თქვენ შორის დიდი მანძილია. ეს ადამიანი გხედავთ შორიდან, გიყურებთ შორიდან, გაკვირდებათ შორიდან. სამყაროს თვალით დანახული თქვენი ურთიერთობა. სამყაროს თვალით დანახული თქვენი ურთიერთობა. ეს ადამიანი ხელს არ გაგიშვებთ. მეგობრებო, სამყაროს თვალით დანახული თქვენი ურთიერთობა. ეს ადამიანი უნდა მოვიდეს თქვენთან. აუცილებლად უნდა მოვიდეს. სამყარო ამბობს, რომ ეს ადამიანი თქვენთან მოვა. სამყარო ამბობს, რომ ეს ადამიანი არ დაგთმობთ. ამ ადამიანმა უნდა იმუშაოს ურთიერთობაზე, მისგან უნდა ელოდოთ რაღაც ამბავს.
რაღაც ამბავს, კი. უნდა ელოდოთ ურთიერთობაზე მუშაობას. მომკალით ახლა თუ გინდა. ყოველ შემთხვევაში თვითონ ეცდება ახლა თქვენ რამდენად მიიღებთ და დაიბრუნებთ ქვია მაგას არ ვიცი მაგრამ შეიძლება დაბრუნდეს ადამიანი კომბალი ჩავკაკუნა სამყარო ამ ადამიანს ვალი აქვს მოსახდები თქვენთან მოსვლის და ალბათ ამიტომ ხა უყურეთ რა ხდება ახლა ეს ადამიანი მოვა თქვენთან მოვა ბოდიშებით მოვა ლოდინით მოვა ხვეწნით მოვა მუშაობით მოვა სურვილებით მოვა დაპირებებით მოვა იმით მოვა ამით ეს ადამიანი მოვა თქვენთან მხოლოდ იმიტომ კიდე რომ თქვენი ენერგია დაიბრუნოთ თავისი მოსვლით, თავისი ქედის მოხრით, თავის დახრით, თავის ამ ადამიანმა თქვენთან უნდა დაიმციროს თავი. ნუ ვინ თავის დამცირებას ეძახის ამას. ხო ზოგს თავის დამცირებად მიაჩნია ხა მამაკაცებს, ბევრს. ბიჭებო მაპატიეთ ხა ყველას არ ეხება ეს. ხო? დამცირებად მიაჩნია ეს, რომ მანდილოსანის წინ თავს დახრის, როგორ გეკადრებათ. ისა ვაშკაცი ადამიანი, ვინც ამას აკეთებს. როდესაც ადამიანი გიყვარს, ყველაფერი უნდა გააკეთოს მამაკაცმა. საერთოდ არ მეთაკილება მე, როდესაც ადამიანი აშავებს და თავის დანაშაულის გრძნობა აქვს და ამ ყველაფერს რომ დაგანახებს მაინც, იმით რომ ნანობს, სინანულშია. თუ არ იტყვის ამ ყველაფერს რომ ვაიმე მე და რომ მოვიდეს ახლა და რო თქვას ვაიმე მე დავაშავე და მე ბოდიში. ყოველ შემთხვევაში გაგრძნობინებს მაინც რომ ხო აი მე თქვენ დაიბრუნებთ თქვენს ენერგიას მისი მოსვლით და მე გენდომებად თუ არა ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია იქნება არა არის ზოგადად ყოველთვის ესეა მეგობრებო ყველას აქვს არჩევანის უფლება რომელი საუკუნია კაცო რომელი საუკუნია რომელი დაძალება რა დაძალება უკან არ დახევა. ხო, დაძალება. აი რა ვთქვი. უკან არ დახევა, და დაძალება, ბრძოლა, შრომა. ურთიერთობაში ჩადება, ფინანსების ჩადება. ხო. 50-50-ზე მეგობრებო, ორი ამოვიდა. შემოთავაზება. აუცილებლად მეგობრებო, სადმე დაპატიჟება, ქალაქ გარეთ გასვლა, პიკნიკის მოწყობა, საჩუქრები, დახმარებები გვერდში დგომა, აბა ურთიერთობა რა მეგობრებო? ურთიერთობა მარტო ფინანსები არა, ყურადღება ყველაზე მთავარი. ბალანსი ურთიერთობაში. ეს ადამიანი აუცილებლად ეცდება თქვენს დაპატიჟებას, თქვენს მოწვევას, თქვენს რაღაც შემოთავაზებას, ბალანსის და სიტუაციის შესაცვლელად. რომ ეს გაურკვეველი სიტუაცია ცოტა დააწყნაროს, მიჩქმალოს. ხო, ნუ მაპატიეთ ახლა უბრალოდ რაც მომდის, ის უნდა ვთქვა. ხო, ყველაფერს ეცდება, აი ყველაფრის ხერხის გამოყენებით. აი რა ვთქვა, სულ ამას ვამბობ მეგობრებო. დააკვირდით ადამიანს, რომ მოდის, როგორ მოდის, რისთვის მოდის. კარგად დააკვირდით. ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ. ეს ადამიანი უკან არაფერზე არ იხევს. იქ გვაჩვენა ჩვენ. ხო? ძალიან კარგად გვაჩვენა. არჩევანი აქვს ანა თუ თიკა თუ ვიკა თუ ლიკა თუ პეტრე თუ პავლე. არაფერი არ მეშინია მე. მე ზოგადად არაფრის არ მეშინია ანა მარია. პირში თქმა მიყვარს. შიში არა. შეიძლება ადამიანს დავხათრო, მაგრამ გააჩნია რა. დამცირებით არ დავამცირებ ადამიანს უბრალოდ, თორე თუ კი რაიმე ისეთია რომ უნდა იცოდეს, პირდაპირ ვამბობ. ხო. მართლაც საცოდავია მეგობრებო. საცოდავია, აბა რა. ადამიანი, მაგრამ ძალიან ჭკვიანია. სათავისოდ. ხო.
ყველა სათავისოდ ძალიან ტვიანია. რით ვერ გადაწყვიტა კაცო? აი რით ვერ გადაწყვიტა მეგობრებო? რით ვერ გადაწყვიტა ბოლო? ხო, აფიქრობს. გადაწყვეტილებაზეა. ფიქრობს. როგორ მოვიდეს თქვენთან? შეიძლება ფიქროს რა შემოგთავაზოს. რა რითი მოვიდეს, რა დაგპირდეთ, რა გაგიკეთოთ, რა გაჩუქოთ, რითი მოვიდეს თქვენთან. ხო, რითი? გამოსავალს ეძებს. ხო, ძალიან დიდი დანაკარგი ხართ მისი პრობლემებშია ეს ადამიანი, მაგრამ მაინც ეცდება. რა უშლის ხელს და უტვინობა. მეგობრებო. სიყვარული აქვს, მაგრამ ხო გეუბნებით, თავისებური. ხისტი. გამოქანდუიწეა, ხო? ანა მარია. გამოქანდუიწეა მაი. ხო. მეგობრებო. დღეს იწობოდა იტალიაში ყველაფერი და მე ვიყინები მთელი დღეა. ხვალ მივდივარ ექიმთან. ნახოთ რას მეტყვის. იქნებ მითხრას, გადარჩები თუ არ გადარჩები? ხა, მეწოდინება ხვალ გადარჩები თუ არ გადარჩები? ვიცოცხლებ თუ არა? აი მეწოდინება მეგობრებო. ხა. სასაცილოდ მექნება საქმე თუ სატირლად? რა თქმა უნდა. ხო. ერთი ის კი ვიცი სიკვდილი ჯერ არ მიწერია. ხო, გვარი შეიძლება იყოს გამოქანდუიწე კი. ამდენს რას გვიპირებ, შენობა არ გვინდა. არა უშავს მეგობრებო. არი ნერვიულად. ეს ადამიანი უყურეთ ახლა. მანიპულაციებს თავს არ ანებებს მეგობრებო. ყოველ ჯერზე ეს ადამიანი მანიპულაციებით არის კი. ყოველ ჯერზე. მოგეუბნებით მწეველია, მსმელია. მოთამაშია, ოქროს ხელება, მაგია, მანიპულატორია, რა ვთქვა, ყველაფერია ეს ადამიანი. ამ ადამიანს ყველაფერი არაჩვეულებრივად გამოდის. რა თქმა უნდა. ხო. ყველაფრის ხერხის გამოყენებით მეგობრებო. ინტერპოლითაც დაგირეკავთ ადამიანი. ინტერპოლით დაგირეკავთ ადამიანი. მერე რა? დაგირეკავთ ინტერპოლით. ხო. თქვენ გინდათ უპასუხეთ და გინდათ არა. ხო. იქნებ ვინმეს უთხრას თავს მოვიკლავო. იქნებ სიცოცხლე არ მინდა უშენოთო. ან ვერ ვიცოცხლებო. ან აღარ მინდა ამფერი ცხოვრებაო. რაღაც მსგავსი მეგობრებო. რატომ უნდა გადააგდო ტელეფონი? მე არ გადამიგდია ტელეფონი და შე რატომ უნდა გადააგდო? ჩვენს პასაწელები ვართ. აბა რა მეგობრებო. ანკესზე არ წამოეგოთ, არაფერი არ დაუჯეროთ ამ ადამიანს. მანიპულაციებია ყველა. ხო. ყველა არის მანიპულაციები. ხო. თავის თავს არ აბრალებს, მაგაშია საქმე. თუ ახლა მინდა დავსვა კითხვა. თუ ნანობს თავის აქციელს ადამიანი. აი თუ ნანობს თავის აქციელს ადამიანი. თქვენთან მიმართებაში. დანაშაულს თუ ნანობს, თუ გძნობს დანაშაულს. თუ ნანობს, აი თუ აქვს სინანული.
მეგობრებო, მე რა გობა? თუ ნანობს. თუ ნანობს. კი, თავისთვის ნანობს, მეგობრებო. მაგრამ ნახეთ, იმასაც ამბობს მისი ქვეცნობიერი, რომ იცით რას ამბობს, უპატიოსნო თამაში, უსამართლოდ მოვიქეციო. კი, თავის თავთან ამბობს ამას. თავისი ქვეცნობიერი ამბობს. თქვენთან ამას არ იტყვის. არა. შეიძლება ის თქვას მიზეზად მოიყვანოს, რომ ძალიან მიყვარხარო და სხვანაირად არ შემიძლია. აი რაც გითხარით წეღან მეგობრებო. სიყვარული აქვს ამ ადამიანს, მაგრამ თავისებური სხვანაირის არ ელოდოთ მისგან. ხო. სინანული წამალი რო იყოს, დანელი აფთიაქში ვიყიდდი. და მაგ თავის ტკივილს მოგირჩენდი. ხო. არ ისმის? ხო. ეთყობა შენთან გაჭედა ანა მარია. ხო. ეთყობა ყველასთან სხვადასხვა დროს ჭედავს. ხო, მეგობრებო, ზოგადად ეს ადამიანი ძალიან უსამართლოდ მოგექცათ და კი, თვითონ კი ხვდება ამას. ნანობს რა, თუ ხვდება ერთი. გაუგებრობაშია. ვერ ხვდება, მეგობრებო. ვერ ხვდება რა დააშავა. ანწუხაროთ. ვერ ხვდება. თუ ხვდება მეთქი და ვერ ხვდება. გაუგებრობაშია. აი, მეგობრებო, სულელის არკანი. ხო, უჯი კი არა. მას გადავაბრუნებ ახლა და ავტოვებ გადაბრუნებულს. ხო. ნამდვილად ბეყეა, ნამდვილად. მისი სახე, მისი გვარი არის გამოქანდუიწეო და მისი სახელი გაქანდუიწეო. ზუსტად ანა მარია. შენ არც არავის არ უნდა უშველო მერიენ. ხო. ამ ადამიანს უნდა თავიდან დაწყება თქვენთან ურთიერთობებს. ყოველ ჯერზე. ამ ადამიანს შეიძლება დალევაც უყვარდეს, კეიფი უყვარდეს, დროს ტარება უყვარდეს, სმა უყვარდეს. ხო. ძალიან ცუდად აუთქვენოთ. მე მკითხე ერთი როგორ დამღალა ამ პარტნიორებმა აქ მეგობრებო. თქვენ ვერ წარმოიდგენთ. ხო. მეც დამღალა. თქვენ რო დაღალა ვიცით, მაგრამ მეც რო დამღალა მაგია საქმე. ძალიან ცუდად აუთქვენოთ. მზე აღარ უნათებს, გაზაფხული არ მოსულა მასთან. მის ქუჩაზე გაზაფხული არ მოსულა. მის ქუჩაზე გაზაფხული არ მოსულა ჯერ. ხო. არასტაბილურობაში გძნობს თავს, ძალიან გულგატეხილია, ძალიან გაუბედურებულია. მოკლედ, კაი გამოცდილება აქვს მიღებული. კაი გამოცდა აქვს გავლილი თქვენთან დაკავშირებით, მეგობრებო. წმენა აქვს დაკარგული ამ საცოდავს, სამყაროზე გაბრაზებული ადამიანია. აი, ხო ხვდებით, რისი თქმა მინდა. ყველაზე უკმაყოფილო ადამიანი, ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებული ადამიანი, საცოდავი. მეტი რა უნდა? ხო. უფალს როგორ ევედრება, მიშველეო. მერთო შენ გადმომხედეო ეძახის.
ეს ადამიანი დღევანდელ დღეზე ვერაფერს ვერ ახერხებს ეჭვიანობის გარდა, შორიდან გიყურებს და ეჭვიანობს. ძალიან ეჭვიანობს თქვენზე. ძალიან ეჭვიანობს თქვენზე მეგობრებო. შეცდომები. საუბრობს შეცდომებზე კი. დაშლოს როგორც იქნა. ალბათ იმიტომ ამოვიდა ესეც აქ. უფალს რო ევედრება შველას. აჰა, შევცდიო, ამბობს მეგობრებო, კი, ნახეთ? ხა. შევცდიო, კი, შეცდომებზე საუბრობს. ტყუილებზე საუბრობს. აქ შეიძლება მაგიებიც იყო. ხა. პასუხისმგებლობა. ხა. კვირდებოდაც და არა, უპატიოსნო თამაში იყო, უპატიოსნობა იყო. ხალატი იყო. ახალი რომანტიული ინტერესები. ანუ ხო ხვდებით მეგობრებო? ხა. დაგპირდათ და არაფერი, მოგატყუათ. ყოველ შემთხვევაში როგორც წეღანებ თქვი, ტყუილი გამოვიდა. შეცდომები, დაცილება, მარტოობა, არეულდარეულობა. ხო, ძალიან ინატრებით. ხო, ძალიან ინატრებით მეგობრებო, ამ ადამიანმა უარი თქვა თქვენზე, რაღაცის და ვიღაცის გამო. ახლა შეხარ ჩემი ბატონიო. აი მაგ უარის თქმა მოუწევს ახლა კიდევ ვიღაცის და რაღაცის გამო, თქვენ გამო. ხო, სხვანაირად ვერა. აქამდე თუ ყველაფერი აირჩე, ყველა და ყველაფერი არჩია თქვენს გარდა, ეხლა პირიქით უნდა მოხდეს. ყველა და ყველაფერი უნდა დატოვოს თქვენს გამო. აქამდე თქვენს გარდა იყო და ახლა თქვენ გამო უნდა დატოვოს ყველაფერი. ხო. პრობლემები აქვს. პაუზებშია. მეგობრებო. ძნელ სიტუაციებშია. ვამი ოჯახი უნდა, სიყვარული უნდა, ხვავი და ბარაკა უნდა, მარტო, მაგრამ დეგრადირებული, ანა მარია. ძალიან სხვენია თავის საქციელის, მინდა გითხრათ, რამდენად გჯერათ ახლა ეს ჩემი გადასაწყვეტი არა, მაგრამ თავისი მენტალობა ამას ამბობს, რომ ძალიან სირცხვილის გრძნობა აქვს უკვე. ხო. სადაც არის, იქ ცუდად არის. პრობლემები. მარტოა ეს ადამიანი, მეგობრებო, იცოდეთ. ამ ადამიანს არავინ არ ყავს. ხო, აფერისტი, დანაკარგებშია, მატერიალურ დანაკარგებში. გეუბნებით, აქ შეიძლება იყოს ღალატი, ოღონდ ყველასთან არა. ხო, ყველასთან არა. მაგრამ ზოგიერთებთან ღალატია. მაგრამ იცოდეთ, რაც არ უნდა ყოფილიყო, ეს ადამიანი ეხლა მარტოა. რაც არ უნდა სხვასთან ცხოვრობდეს, იცოდეთ, ხო? მაგალითად, არა, აქ კლასიკური სამკუთხედია, მაგრამ უყურეთ მეგობრებო, ხა, გავიმეორებ სამკუთხედში ძალიან ბევრი რამე შედის. ხო. ამიტომ მეგობრებო, იცოდეთ, რომ იქ არაფერი არ აქვს. თუნდაც ოჯახი ყავდეს. თუნდაც ყველაფერი გქონდეს. თუნდაც გარედან თქვენ ხედავდეთ, რომ ყველაფერი კარგადაა, იმპოტენცია, იქ არაფერი არ აქვს. ჯერ ეს ერთი. ხო, ღალატიც მეტი. შეიძლება იქაც ღალატი აქვს და გაუბედურებულია. ხო, გაუბედურებულია მეგობრებო. ხო, შეიძლება აი კი და მე ქალთანეობა მიცის დაავადების აკიდება ზუსტად სიფილისტი. ხო. იმპოტენცია. ჩვენ ბოდიში. მე ქალთანეობა მიცის მაგი ზუსტად.
ამიტომ ცუდათაა. ნუ ყველასთან არა, მეგობრებო, მაპატიეთ ხა ესეთი საუბრისთვის, მაგრამ ნუ რა ვქნა. ხო. ამიტომ იცოდეთ რომ არავისთან არა. მე რა რო ერთადაა ვინმესთან. თქვათ, ხო? არა, იქ არაფერი არ აქვთ. უბრალოდ არის. შეიძლება ესეც ერთ-ერთი მანიპულაციური ხერხი იყოს მისი. ანუ ჩვენ ხო ვიცით რომ იქ გვაჩვენა იმან რა ქვია ტარომ რომ ეს ადამიანი ყველაფერზე წამსვლელია, ყველანაირი ხერხის გამოყენება. ხო, ამიტომ იცოდეთ რომ ამასაც გამოიყენებს. რომ თითქოს დაგანახოთ რომ ნახე ვიღაცასთან როგორი ბედნიერია, არ დაიჯეროთ. იმპერია პასუხს ველოდებიო. რა პასუხს ელოდები, ანა მარია? გამოვთვლით რამდენი ქალი მოდის ერთ მამაკაცზე. მამაკაცზე არ ვიცი, მაგრამ ქალზე 7 მამაკაცი მოდის. ესე ვიცი მე. ერთ ქალზე მოდის 7 მამაკაცი. ხო. არ დაიჯერო, არ დაიჯერო. არ დაიჯერო. უბედურია. ხო. აცოდავი მისი დღე. ორი მყავდაო. რა პრობლემა მე? ხუთი მაკლია. ლიკუნა ამბობს, მერიემი ამბობს მართლაც. ხო. ხო, კიდე დაგჩენია 5. ხო, მე მე-7 მინდა მეგობრებო, მე-7-ს ველოდები მე. პირდაპირ მე-7 მინდა. პირდაპირ მე-7 მინდა. ხო. საერთოდ ხო არ მინდა, პირდაპირ მე-7 მინდა. ნეტა რომელია მე-7? რო რამე ისე, რო იყოს შეძლება. შესაძლებელი გაგება მეგობრებო, ხომ? ამას ხო იცი რაღა ქვია, უკვე ბოლოს ბოზოვა ქვია. ხო. ერთემ პაზადა, რატომ არ გვინდოდა ესეთ შვილები ხო არ გეყოლებოდა ანა მარია? ას ლაპარაკობ. ესეთი ანგელოზები გყავს, ხო არ გეყოლებოდა, რო არ ყოლოდა. ეხა მე რო არ მყოლოდა ქმარი, ხო არ მეყოლებოდა ისეთ ლამაზი შვილები. და შვილები. ხო, აბა რა. მარტო მაგადღირდა. მეტი არაფრად. ხო. ასე მეგობრებო. მე ზოგადად არ ვაპირებ ვინმე სკოლას, მაგრამ ისე მე-7 რო რამე რაფერია ნეტა დამანახა მაინც. შორიდან დამანახა მაინც. შორიდან დამალანდა რანაირია ნეტა. ვიზუალურად თორე ხა მერტმა დამიფაროს. ასია მეგობრებო, აბა? 7-ზე რო ახვალთ, მე ხართ მაგრები. მანამდე არ დაიკვეხნოთ. ხო. აბა? ვისი დანახვა მინდა და მე-7 პარტნიორის. რაფერია ნეტა? ზანგია? აბა ვერ ხედავ და ზანგია ალბათ. გააკეთე. შოკოლადო. ლადო შოკოლადო, დო ჩოკოსალადო. ნანო. მეგობრებო, თქვენი პარტნიორი
თქვენი პარტნიორი და თუ არ გაკმარა უფალმა და მეორე გიწერია და მესამე გიწერია, რა სიზამ ხომ არ მეტყვი ერთი? მეგობრებო, ის რაც გიწერია, იმას ვერ გაცდებით და არ გვინდა ეხლა ამდენი. ხო, ანა მარიაც უღლუტობს. ხო. მეგობრებო, თქვენი პარტნიორი ძალიან ტოლერანტულია. შეიძლება იყოს უცხოელი. შეიძლება იყოს მუსლიმანი, წაი ესეთი ფორმას ატარებდეს ლიჩნად. არა, გამორიცხული. ხო, რაღაცას აკეთებდეს ეს ადამიანი. შეიძლება უყვარდეს ხატვა, უყვარდეს ხაზვა, უყვარდეს რაღაც დაგეგმარება ამ ადამიანს. ამ ადამიანმა შეიძლება იცოდეს ბევრი ენა, ძალიან ტოლერანტულია. ნუ ეხლა აქ ადამიანს მოლაპარაკებების ნიჭი. ხო, შეიძლება ცხოვრობდეს ესეთ ქვეყანაში, თბილ ქვეყნებში ცხოვრობდეს შეიძლება. ესე თავისუფალი ცხოვრება უყვარდეს, ჩაცმა უყვარდეს. ხედავთ ახლა ხო, ეს ადამიანი ერთი მოხვეული აქვს და დამთავრებულია. ხო, იმიტომ რომ ადვილად გასაძრობია და ადვილად ჩასაცმელია. ხო, თქვენ კიდევ აგერ ინერვიულეთ. ხო. ეს ადამიანი შეიძლება ცხოვრობდეს კიდევ ესეთ სვეტებიან სახლში. ან მოღვაწეობდეს. პითაგორა უყვარდეს. პითაგორა მე მგონი მათემატიკურია. ხო. ხო. სამკუთხედი, ხო, მათემატიკა შეიძლება უყვარდეს ზოგადად ანუ ხო, ძალიან კარგი ნიჭიერია მათემატიკურად ეს ადამიანი. ხო, ამ ადამიანს ჭობა უყვარს კიდე, კაცი ბჭოდა და ღმერთი იცინოდაო. ხო, იცით, აი უბრალოდ მაგ მხრივ. თანამშრომლობა, კი, ეს ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან კარგი თანამშრომელი. ძალიან ხო გეუბნებს ტოლერანტული და ძალიან კარგი თანამშრომელი, ძალიან კარგი პარტნიორი იყოს, ბიზნეს პარტნიორი იყოს. შეიძლება მართლაც ბიზნესი ქონდეს ამ ადამიანს და ძალიან კარგი ხელმძღვანელი იყოს, ლიდერი იყოს. ხო. ხო, აბა რა დანელია, ჩვენ რისთვის ვართ ახლა აქ? ხო. კიდევ რას გვეტყვის? დღეს არაფერი თემა არ მომიფიქრებია მეგობრებო, დავადები თავი ღლონტის ღორევით და მიყვები. ხო, აგი ჩავაბრუნე და ამოვიდა. ეს ადამიანი შორიდან გიყურებთ. და იმნაირად გხედავთ და იმნაირად გიყურებთ მეგობრებო, ნახეთ ქვემოდან ლამის გამოგცევაზეა მეთქი, ეს ადამიანი მოვა თქვენთან, მოჯლიგინებს. გამოგანდუიწე აქ ჩართული ანა მარია. ხო. ზოგიერთთან შეიძლება იყოს მუსლიმანი მეგობრებო. ღლონტის ღორმა გაამართლა, ხო? ძალიან კაი. ხო. შეიძლება იყოს ზოგიერთებთან მუსლიმანი, რაღაცა თავისი რელიგია ქონდეს, არ ვიცი. ვაიმე მეგობრებო, ვაიმე. აუ, დედიკო. თავსაბურავი ახურია რაღაცა. არა, არ ვიცი ნამდვილად, მეგობრებო. ერთ რაღაცას გეტყვით. აი მე ხო ამ ყველაფერს ვაკეთებ. ხო? ეხლა მე ხო ამას ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ. არ მჯერა. არ მჯერა. მე თვითონ არ მჯერა ჩემი თავის. ბევრჯერ მithქვია და ბევრჯერ ჩემს ისეთ ძალიან ადამიანებთან საუბრობ ამ ყველაფერს. ვინც კარგად მიცნობს. არ მჯერავს. მე რომ ვუსმენ ამ ჩემს ლაივებს, მე მეგობრებო, ხო გადმოვტვირთავ ტელეფონში და მე ვუსმენ ჩემს ლაივებს. აი რამდენჯერ შეკითხვა დამისვია საკუთარი თავისთვის. მე ვარ ეს? დედას გეფიცებით მეგობრებო. არ მჯერა, მე თუ ვარ.
კიდევ რას გვეტყვის ერთი? აი ხო გეუბნებით მივანდე საუბარი თქვენს პარტნიორს. ხო. ძალიან წამს უფლის, მინდა გითხრათ. ამ ადამიანს იმ რელიგიაში, რაშიც თვითონ არის, უფლის რწმენა აქვს თავისებურად. თავისი რელიგიის ძალიან წამს. იმ უფლის ძალიან წამს, რაშიც იმყოფება. აი ვიცი რა რამდენად გიკვირთ მეგობრებო. მე არ ვიცი რამდენად გჯერავთ ახლა რასაც ვამბობ, მაგრამ თუ მუსლიმანია თავისი რწმენის წამს, თუ ქრისტიანია წამს თავისებურად, თავისი რელიგიის ძალიან წამს ამ ადამიანს. ხო. ეს არის უფლის წყალობა, ეს არის სიხარული, ეს არის გამართლების, აი არ ვიცი რა ვთქვა. ხო, ამის ძალიან წამს ადამიანს, რომ გაუმართლებს ოდესღაც. ალბათ. ესე ჩავთვლი ახლა ვთქვათ ინფორმაციას, ესე რო გითხრათ, ხო? ამ ადამიანს წამს, რომ აი სჯერა იმის, რომ თქვენ მაგალითად ერთად იქნებით. მას ძალიან სჯერა ამის. ხო. არ ვიცი რატოა ესე თავდაჯერებული და საკუთარი თავის დიდი წარმოდგენა აქვს. აი არ ვიცი რატო. აი რატო ერთი უნდა ვკითხო. რატო აქვს ამხელა წარმოდგენა და თავდაჯერება? ხო. აი რატო? რატო სჯერა ესე, რომ იქნებით ერთად? მე არ ვიცი. რატო სჯერა მას? მეგობრებო, სასწაული პასუხი მაქვს თქვენთვის. რატო ჯერა ამ ადამიანს? მე გეტყვით ახლა ერთს, ამ ადამიანმა რაღაცა გააკეთა და რის შედეგსაც ელოდება და ძალიან დარწმუნებულია რომ გამოვა. სამზადისი, რაღაცისთვის მომზადილია. ხო. მომზადილია. ემზადება რაღაცისთვის. რატოა დარწმუნებული საკუთარ თავში? ხო, ნახეთ რა ხდება მეგობრებო. ამ ადამიანმა, ეს ადამიანი ასე ფიქრობს, რომ ამ ყოლაფრის გასაღები მის ხელშია. ანუ თვითონ როგორც გადაწყვიტავს ისია, მაგრამ პირიქით მეგობრებო. პირიქით აიცოდეთ. ხო. ამ ადამიანს უნდა გამარჯვებით მოსვლა. ნელა მოდის, ნელი ნაბიჯებით მოდის, ძალიან ნელი ნაბიჯებით მოდის, მაგრამ მყარად მოდის, ძლიერად მოდის. ხო, ამიტომა თავდაჯერებული თვითონ. რომ ნელა მოვდივარო და უფლის რწმენით მოვდივარო და მე ვიცი რომ ჩვენ ერთად ვიქნებითო. ნელა მოვდივარ, მაგრამ მყარადო. სასწაული თუ გინდოდეს. ნახეთ ქვემოდან რა სურათია. ეს მაიმუნი ანა მარიას შემიძლია გაუგზავნო, მაგრამ ეს ვის უნდა რომ გაუგზავნო? ამას რა უყო? ეს ვის გაუგზავნო? შენ საზგავს ქალო? ამას მიმალავდი? შენია ესეთი? ბაკენბარდებით? რას მელაპარაკები, ქალო? ხადაო? ეს ანგელოზივით გოგო. ეგ მეშვიდიაო? არ მეღადაო ეხლა, ამეღამ იმფაქტი არ მიმაღებიო პანტერა. ამას ველოდი წეღან? ამაზე ვოცნებობდი წეღან? ამის იმედი მქონდა, რას მელაპარაკები, ქალო, არ მინდა ჩავაბრუნებ. გადავაბრუნე. ხო. ფოტოგენური სახე არა აქვს? ფოტოგენური პანჩური აქვს მაგიორში ჩვენგან აგერე, ხედა, დავაპანჩურე ეგერ. ფოტოგენური პანჩური აქვს მაგიორში. ფოტოგენური პანჩური აქვს. რაო, მეგობრებო, რაო, ბოლო.
ბოლო. აი რა ვთქვა? აი რასაც ყოველ ჯერზე ვიმეორებ. ეს ადამიანი ყველანაირი ხერხის გამოყენებით ABCD ვარიანტი X და Y 1 2 3 4 5 6 7 8 ჯერ რამდენჯერ 90 ჯერ ძალიან ბევრი ხრიკებით ძალიან ბევრი манипуляციებით ძალიან ბევრი არ ვიცი მეგობრებო სათვალავი არ გიქნებათ ხელზე ხა რა თქმა უნდა ამ ლაივში ყველა მსახიობები ვართ ოღონდ კარგი განწყობით ვართ ჩვენ ხო ჩვენ ამით არავის არაფერს არ ვუშავებთ უბრალოდ დროს ვატარებთ ვხალისობთ თორე ხო და იცოდეთ რომ ეს ადამიანი შეიძლება შეგაცოდოთ თავიც გამომაგდეს და მიმიღებ ესეც შეიძლება ერთ-ერთი ხრიკი იყოს მერე მეორე მეგობრებო მერე მეორე რა შემიძლია რო ვთქვა ხო ინტერნეტით ინტერპოლით ხო ინტერნეტით ინტერპოლით აი ყველანაირი ხერხის გამოყენებით მეგობრებო შეიძლება გულზეც დაიკრიბოს ხელი და გითხრათ ვკტები და მოდი მინახულეო მეგობრებო ესეც არაა გამორიცხული იცოდით რომ ამასაც გააკეთებს ვკტები და ბოლოჯერ მაინც ვნახეო ამას გეტყვით ბოლოჯერ შევხვდიო შეიძლება ესეც გითხრათ მეგობრებო არ მოტყუდეთ ხო არ მოტყუდეთ ყველანაირი ხერხის გამოყენებით ხო იმიტომ რომ სხვანაირად არ შეუძლია ძალიან ბევრჯერ აღიარა დღეს ამ ადამიანმა რომ სხვანაირად არ შეუძლია სხვანაირ ამ ადამიანს სხვანაირს არ ელოდეთ დაწვება საავადმყოფოშიც მაგასაც გააკეთებს კი გადაიღებს სურათს და გეტყვის მოდი და ვნახეო ხო წახვალ აი მაგი ვთქვი ზუსტად ხო მაგასაც იზამს თქვენ რო ვერ წარმოგიდგენიათ იმას იზამს ყველანაირი ხერხის გამოყენებით აქ ჩართულია იჭვიანობაც სიკვდილიანობაც დამარცხებაც დაქორწინებაც ანუ ხვდებით ხო ყველაფრის გამოყენება ჩართულია ხო თუ სხვა რელიგიის წარმომადგენელია შეიძლება იგიც გითხრათ რომ შენს რელიგიას ვირწმუნებო აი არ ვიცი მეგობრებო რატომ მომივიდა ეს აზრი შეიძლება ესეც უნდა მეთქვა ხო ამასაც გააკეთებს ხო მაგრამ კარგად დააკვირდით ამას თქვა მინდა მეტი არაფერი დედა მეგობრებო რომელი საათი დაიწყო ნახეთ ხო ასე რომ ყველაფრისთვის მზად ვიყავით გამზადილები ხართ თუ არ ხართ ვიყავით თუ არ ხართ უნდა გეემზადოთ თენდება კი 12 დაიწყო ჩემთან მეგობრებო 9 საათზე შემოვედი ლაივში მოკლედ ჩემო ძვირფასებო ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი შავი გძელი კაბა მინდა მაშინო რატო ფერადი არ გაწყობს ან მოკლე კაბა არ წავა საერთოდ რო არ შეიცვა კაბა და ისე წახვიდე არა მაინც გასაზრობი გექნება და რა დგინდა გამზადილი იქნები კი მაინც თუ გტება არა არ მოგტება კოჭლობით არ მოგტება ნუ გეშინიათ მეგობრებო მაგი იგი სიკვდილი არა რო შავი კაბა შეიცვა არა მაგი არა მაი სიკვდილი მაი რო გეითამაშებს იგი სხვანაირი სიკვდილია დადგმული სცენა ხა იქნებ ნახოთ სადმე დადოს მართლა დადებს მეგობრებო სურათს
ტვინიც ცოდვაა თორე. მეტი არაფერი. ხო. ტვინიც ცოდვაა, საცოდავია. სხვა არაფერი. ყველაფერს იტყვის და ყველაფერს გააკეთებს მეგობრებო. ხო. თეთრით შეიცვი. თეთრით სამგლოვი არ ვარ, ხო იცით? ხო. რა თქმა უნდა, ჯერ ვის უნდა ვინმე სიკვდილი და მეორე რა მოკლავს, მეგობრებო. არავინ არ მოგდება, იცოდეთ. არც თქვენობით და არც ჩემობით. მას ლაპარაკობთ. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, მშვიდობიანი ღამე. ბედნიერი დილის გათენება ყველას ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ. ძალიან მეიმედებით. მოკლედ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, ასე რომ შეხვედრამდე. აბა ხვალამდე. ბედნიერად და მადლობა ყველას. აიმე 104,000-ზე ვართ ასული. ანა მარია თითები ხო კარგად გაქვს? ანა მარია თითები ხო კარგად გაქვს? მოგლე წავედი მეგობრებო გავიკეცი. ხო, აგეწვა. ეხლა ცივწყალში ჩაყავი რა, გაგიგრილოს. აბა ხვალამდე მეგობრებო, მადლობა ყველას.